მოგესალმებით. ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები მიმდინარეობს ძალიან მშვიდ ვითარებაში. ჩვენს მიერ დაფიქსირდა სულ 5 ინციდენტი, 5 უბანზე უпростоრეთ ინციდენტი. 5-ვე შემთხვევაში ეს იყო შელაპარაკება, რაიმე ძალადობა საქმე არ ქონია, ადგილი არ ქონია. 3743 უბნიდან 0.13% არის ეს 5 უბანი. საინტერესოა, რომ აქ ქონდა შემთხვევები, სადაც იყო ქალბატონი ანა წითლიძე, ქალბატონი ელენე ხოშტარია და გიორგი მუმლაძე, რომელიც გახლავთ მარნეულის ნაციონალური მოძრაობის მარნეულის შტაბის უფროსი. 3-ვე შემთხვევაში საქმე ქონდა 5-ვე შემთხვევაში თითქმის ეს ადამიანები ფიგურირებდნენ. რაც შეეხება დარღვევებს, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ. ქობულეთში მე-9 საარჩევნო უბანში ნაციონალური მოძრაობის სიის მესამე ნომერი ილონა ანანიძე იმყოფება უბნის ტერიტორიაზე და არტოებს უბნის ტერიტორიას, რაც დარღვევა არის. ასევე სარფში 27 საარჩევნო უბანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი უბნიდან უხმობს ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელს, რაც მიანიშნებს მათ კავშირზე ამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან. ეს დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს კვლევას, როდესაც ვამბობთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთი ორგანიზაციის საფარქვეში არის პოლიტიკური ორგანიზაცია სინამდვილეში წარმოუდგენელი. დედოფლის წყაროში, სოფელ არბოშიკში ნაკადის მომწესრიგებელი ამორჩევას მე-5 ნომრის შემოხაზვას სთხოვდა, რაც დარღვევას წარმოადგენს. ლანჩხუთში მე-14 საარჩევნო უბანზე დარღვეულია პლაკატი საარჩევნო უბანთან გაკვრის და აგიტაციის წესი. ასევე ლანჩხუთში მე-9 საარჩევნო უბანთან პარტია საქართველოსთვის მაჟორიტარობის კანდიდატის მამა, რომელიც ყოფილი პოლიციელია, საარჩევნო უბანთან დგას და აკონტროლებს მიმსვლელებს და ამომრჩევლებს. თბილისში ვაკეში 66 საარჩევნო უბანში ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები 100 მეტრიანი რადიუსის დარღვევით მანქანით გაჩერებული არიან და იქიდან აკონტროლებენ ამომრჩევლებს. ლანჩხუთში მე-9 საარჩევნო უბანში დარღვეულია პარტია საქართველოს მიერ საარჩევნო უბანთან პლაკატების გაკვრის და აგიტაციის წესი. საერთო ჯამში წინა ბრიფინგის და ამ ბრიფინგის ჩათვლით გვაქვს 100 მეტრიანი რადიუსში ამორჩევლის აღრიცხვის 4 შემთხვევა ოპოზიციის მხრიდან, 100 მეტრიან რადიუსში შეკრების პრინციპის დარღვევის 4 შემთხვევა, უკანონო აგიტაციის 4 შემთხვევა და 2 სხვა სახის დარღვევა. ასევე მნიშვნელოვანი არის ის მცდარი ინფორმაციები, რომელიც ვრცელდება მედიის საშუალებით ან სოციალური მედიის საშუალებით. სულ ახლახან CESCOM გამართა ბრიფინგი ქუთაისის 124 უბანთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ ვნახეთ, რომ სოციალურ ქსელში აწეული იყო მთელი კამპანია ინფორმაცია ოქმის წინასწარ შევსებასთან დაკავშირებით. სინამდვილეში მოხდა შეცდომა, უბანზე მდივანს მოუნდა შეცდომა და საკონტროლო ოქმი შეავსო, საკონტროლო ოქმი ეგონა და შეავსო სინამდვილეში ნამდვილი ოქმი. იცით, რომ CESCOM-ას განაცხადა, რომ ხელმოწერებიც იყო რამდენიმე პარტიის წარმომადგენლის, ანუ აქ რაიმე ბოლოტი განზრახვას არ ქონია ადგილი, იყო შეცდომა და ეს შეცდომა რა თქმა უნდა ჩასწორდება. შემდეგი დედოფლის წყაროში ნაციონალური მოძრაობის განცხადებით ერთ-ერთ უბანზე იყო დაულუქავი 5 და ამის გამო უნდა თითქოს შეწყდეს კენჭისყრა. სინამდვილეში 5 იყო დალუქული პატარა ლუქით და ის მოხდა კომისიის ყველა წევრის მონაწილეობით. შემდეგ, როდესაც შეაბდა ის დალუქული იყო, ანუ ღია არ იყო ის 5, უბრალოდ სხვა ლუქით იყო დალუქული. როდესაც შეამჩნიეს ეს კომისიის ყველა წევრის მონაწილეობით მოხდა ამ 5-ის გადალუქვა. ასე რომ აქაც რაიმე დიდი დარღვევა არ არის. და ბოლოს ლაგოდეხში მე-19 უბანთან დაკავშირებით რადიო თავისუფლება აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ორ-ორი ადამიანი აძლევს ხმას. ეს ფაქტი მართალია სიმართლეა, თუმცა მანიპულაციურია იმ კუთხით, რომ აქ რაიმე დარღვევას ადგილი არ ქონია. ამომრჩევლს ჰქონდა პრობლემები ხედველობასთან დაკავშირებით და იყო 2 შემთხვევა, 2-ვე შემთხვევაში იმის გამო, რომ თვითონ ამორჩევლს ჰქონდა პრობლემა, კომისიამ დაუშვა, რომ მასთან ერთად კაბინეტში შესულიყო მისი დამხმარე. ეს არის ამ მდგომარეობით, რაც არის ჩვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევები. მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს ამომრჩევლებს, რომ იყვნენ აქტიურები. გვაქვს საკმაოდ კარგი აქტივობა და ის მონაცემები, რაც ჩვენ გვაქვს, აჩვენებს, რომ ქართული ოცნება ახლა უკვე მერვეჯერ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, თუმცა ამისთვის საჭირო არის, რომ ყველა ახლა გააქტიურდეს, ვინაიდან როგორც ვიცით, დღის მეორე ნახევარი არის სწორედ ის მომენტი, როდესაც ჩვენი ოპონენტებიც საკუთარი ეს იყო პირდაპირ